სალამ, მე ვარ დრანგა, ეს არის ბიტანიკა შორტ გადაცემა, სადაც კრიპტო სამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. დღევანდელ ეპიზოდში გაიგებთ, როგორ გახდა Nexo არგენტინის ნაკრების პარტნიორი, რატომ ცვლის იაპონია კრიპტო კანონმდებლობას და როგორ მოიპარა ჰაკერმა მილიარდი დოტის ტოკენი. კრიპტო პლატფორმა Nexo არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური პარტნიორი გახდა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ეს ნაბიჯი Nexo-თვის სამხრეთ ამერიკაში გაფართოების სერიოზული ნაწილია. ხელშეკრულება ბუენოს-აირესში ოფიციალურად გაფორმდა, სადაც კომპანიამ ახალი რეგიონალური ხაბიც გახსნა. აღსანიშნავია, რომ მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი კრიპტო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება, რადგან FIFA-მ უკვე გააფორმა პარტნიორობა ბლოკჩეინ პლატფორმა ADI Predix-თან. იაპონია კრიპტოვალუტების რეგულაციას რადიკალურად ცვლის და მათ ფინანსურ პროდუქტებად აცხადებს. თუ აქამდე კრიპტო მხოლოდ გადახდების საშუალებად ითვლებოდა, ახალი კანონ პროექტით ის აქციების მსგავსად დარეგულირდება. წესები, რომელიც სავარაუდოდ 2027 წლიდან ამოქმედება, გზავნოს ინსაიდერულ ვაჭრობას და მკაცრ ჯარიმებს აწესებს. რეგისტრაციის გარეშე მუშაობისთვის საჯდელი 10 წლამდე პატიმრობით და სოლიდური ფინანსური ჯარიმით განისაზღვრება. პოლკადოტის ქსელში სერიოზული ჰაკერული თავდასხმა მოხდა. თავდასხმებმა Hyperbridge სისტემის სისუსტე გამოიყენა და Ethereum-ის ქსელში 1 მილიარდი დოტის ტოკენი დააგენერირა, რამაც ფასის მომენტალურად 7%-იანი ვარდნა გამოიწვია. საინტერესოა, რომ ლიკვიდობის ნაკლებობის გამო ჰაკერმა ამ ხელა რაოდენობის ტოკენის გაყიდვა მხოლოდ $237,000-ად შეძლო. უსაფრთხოების მიზნით ხულმა ბირჟებმა Upbit-მა და BitHub-მა დოტის დეპოზიტები დროებით შეაჩერეს. ეს იყო ბიტანიკა შორტ, გამოიწერეთ ჩვენი პეიჯი, რომ არ გამოგვცეს თავარი მოკლედ.